ფიქრობდა მომავალ წელს უკეთესად გავყიდიო, მაგრამ ყოველ შემდეგ წელს მეტი და მეტი მოსავალი მოდიოდა. ვაჭარს კვირდა ხორბალი დაურყა, მთელი მისი მონაკები განიავდა და აღარაფერი დარჩა. ამ პირველ ტურში გაქვთ ერთი კითხვა, მაგრამ დასაბუთებაც გიწევთ. ნახეთ, სწორად ჰქონდა თუ არა პირადი ბიუჯეტი, ან ფინანსური გეგმა შედგენილი დიდ ვაჭარს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, რატომ ფიქრობთ და თქვენ რა ცვლილება შეიტანით მის ფინანსურ გეგმაში? აი ახლა დრო რატომ სწორად ჰქონდა თუ არა პირადი ბიუჯეტი, ან ფინანსური გეგმა შედგენილი დიდ ვაჭარს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, რატომ ფიქრობთ და თქვენ რა ცვლილება შეიტანით მის ფინანსურ გეგმაში? ჩვენი აზრით სასწორად არ ჰქონდა შედგენილი ფინანსური გეგმა, რადგან მის მთელ ბიუჯეტს ახმარებდა გასავალს და შემოსავალისთვის და შემოსავალი არ ჰქონდა უმოძრაულად. იგი ინახავდა ხორბალს მეტი შემოსავლისთვის, რადგან ხარბობდა ჩვენი აზრით და მის ადგილას მაგალითად 5 ტონას 3 ტონას გავყიდით იმავე წელს 10% მეტად და დანარჩენ შევინახავთ შემდეგი წლისთვის. თუ ნაკლები მოსავალი მოვიდოდა, შესაბამისად უკვე მეტ ფასად გავყიდით. იმდენად სამყაროს. როგორც აქ წერია, რომ 14 იურინ გაიგო პასუხი. კი ბატონო. ან დაასრულე. მეათე კლასი. კი კონკრეტულად. ამ ჩვენს იუეს ფიქრობ, რომ ასწორებს მონადაბლი ვაჭარს ის რომ მოვალწას ამოვიდა ხალხს და დაყია თუნდურად. მაშინ ის ვერ დაგხვდება პრობლემა თვითონ ვერ შეფრია და რადგან ხელი არ შეეწყო მაგაში, ხალხს მოვიდა ისე მოსავალი, თვითონ დარჩა და დაუძურა და მაშინ არ ქონდა დაფრინი. ჩვენ იმ ცვლილებას შევიტანით ვაჭრის გეგმაში, რომ შენახვის მოდულად ყოველწლიურად ოდნავ გავხმაურდებოდეს და უფრო მეტ მოსავალს მოვიყვანოთ. უფრო მეტ მოსავალს მოვიყვანოთ. და ამ იმის მაგალითად შეგვენახა და გავფუჭებოდა მოსავალი, ყოველ წელს უფრო მეტი გვექნებოდა, უკვე რანაირად გავფუჭებოდით თუ თავისი ბიუჯეტი ან თვითონ ფინანსური გეგმა. ჩვენც იგივე ცვლილება შევიტანით, რომ ნაწილის გავყიდით და ნაწილს მოვიწოვებდით შემდეგი წლისთვის, ან კიდე ეს რო გავყიდით, ან მთლიან თავის გასავალს ერთდროულად იგივე ფასში რაფასადაც შეიძინა. იმ შემთხვევაში თუ მეტად ვერ გაგიხიდებოდა. თუმცა ბიუჯეტირების დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის დანაზოგის გაკეთება. ხო, თქვენ აღნიშნეთ, ხო, შევინახავდიო, გადავდებდიო და სხვა სიტყვებით, აღნიშნეთ რამდენიმე ჯგუფმა ამაზე გააკეთა აქცენტი. თუმცა თავდაპირველად, როდესაც საუბრობთ ბიუჯეტზე, ეს იქნება სამი კომპონენტი, სამი ნაწილად უნდა ქონოდა, ხო? გაწერილი შემოსავლები, ხარჯები და დანაზოგები. ასეთ სტრესულ სიტუაციაში საკუთარი თავი არ უნდა ჩაიგდოს, რაც აქვს თავის ქონება, უნდა ჩადოს და აუცილებლად უნდა დაიწყოს რაღაც დანაზოგი და ამასთან დაკავშირებითაც უკვე როდესაც ჩვენ საუბრობთ ხარჯებზე, ხო ხარჯით ნაწილს გასავალი უწოდებთ თქვენ, ჯობს ხარჯები დავარქვათ. ხარჯების დროსაც უნდა გავიხარისწინოთ დანაზოგი. არ ვისაუბრებ ფორმულებზე, რადგანაც ექსპერტები თავაზობენ რა პროპორცია უნდა დავიცვათ და რა ხვდით. სამკაულები გააჩნდა და წავიდა საფრანგეთში. გაყიდა, ივაჭრა, იმდენი ქონება დააგროვა, დათვლას ვერ აუღიოდა, შინაგან დაბრუნდა, რადგან სიხარბემს ძლია ეგონა სხვაგან წავალ და უფრო მეტ სარგებელს ვნახავ, ჩაჭდა ხომალში, მაგრამ აღებდა სხვა, დაემსკვრა ნავი და მთელი მისი ქონება წყალმა შთანთქა. თავად ერთ
ცალზე შერჩა და ტალღამ ნაპირზე გაიყვანა. დიდად შეწუხებული დიდვაჭარი ერთ ქალაქში მივიდა, იპოვა იმ ადგილის პატრონი და თავისი თავგადასავალი უახლო. მე პატრონი მუთხრა, რადგან მდიდარი კაცი ასე დაზარალებული ხარ, ერთი წელი აქ იყავი, ჩემი მამულის მოურავობას მოგცემ და უფრო მეტი ქონება დაადრობეო. დადგა ვაჭარი მოურავად, პირველად პური და ბრინჯი მოიპარა, ბაითო ცოტა მერგოსო, ერთი წლის დასრულების შემდეგ თავისი